პირველის ყოვლისა უნდა გამოვხატოთ ჩემი შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რაც ნათლად გამოჩნდა ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების შედეგად, როდესაც გადადგნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალ ჩინოსნები, თუ ეს ადამიანები მართლაც ჩართულნი იყვნენ გამოძიების ხელი შეშლის პროცესში და აქამდე თანამდებობებზე იყვნენ, ეს ერთი უბედურებაა, ხოლო თუ ეს ადამიანები არაფერ შუაში არ იყვნენ და გადადგნენ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური კონიუნქტურის გამო, არც ეს არის ქვეყნისათვის კარგი. კითხვა ისმება თავისთავად ამ გადადგომების შემდეგ, რატომ მუშაობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროში აქამდე 2 წლინახევრის განმავლობაში ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლისა ის ადამიანები, რომლებთაც ჰქონდათ კონტაქტები და ვალდებულებები ნაციონალურ მოძრაობასთან და რომელთა მიმართაც შეიძლება საერთოდ აღძრულიყო კითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ მათ შეიძლება რაიმე ტიპის გამოძიებას ხელი შეუშალონ. ამაზე პასუხი უნდა აგოს ქართულმა ოცნებამ, ამაზე პასუხი უნდა აგოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ და მარტო ჭიკაიძის გადადგომა ბუნებრივია აქ საქმეს ვერ უშველის. იმიტომ რომ ჭიკაიძე არ იყო პოლიტიკური ფიგურა და ვერც იქნებოდა, აქედან გამომდინარე ვერც პოლიტიკურ პასუხისმგებლობის აღებას შეძლებს და პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და ხალხს უპასუხოს პრემიერ-მინისტრმა და ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც კულუარებიდან და სამწუხაროდ საჩხერედან მართავს ქვეყანას. ვერც მართავს, უბრალოდ ქვეყანა უბრალოდ არ იმართება. რაც შეეხება ახალ შინაგან საქმეთა მინისტრს, ნამდვილად ვერაფერს ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ამ ადამიანის ბიოგრაფია მე არაფერს არ მეუბნება, გარდა იმისა, რომ ის იყო ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსი და ეს კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს იმას, რომ ქვეყანა კულუარებიდან მართვის ვითარებაშია, რაც ჩვენს ქვეყანას ძალიან მძიმე და შეიძლება კატასტროფულ შედეგებსაც კი მოუტანს.